მინდა ვაღიარო, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მტკივნეული იყო ეს პერიოდი. Ოდესაც 6 წელი და 9 თვენი ურთიერთობა სრულდება და როცა გეგმაში არა გახდა წინ ვფიქრობ სიბერეზე, რა ვიცი, კიდე ბავშვზე და ყველაფერზე და უცებ აი ასე არიცი, ეს გზაჯვარედინზე ხარ და არიცი. რა ფიქრობ უკვე იმაზე რომ როგორ განვითარდე, არ ფიქრობ უკვე იმაზე რა გააკეთო, ესე ვარ მე ეს მაქვს ჩაკეტილი. არც უნახე ვარ საზოგადოებას მე დეპრესიული. არც მეგობრებს არ ვანახებდი დიდად. კი უნახე ვარ ვტიროდი რაღაც მართლა და აი ესე რომ რაღაც, იმიტომ რომ იმდენად დაკავებული ვიყავი და იმდენად ჩემ ტკივილს ამით ცხოვრებას შეგუები რა. ვცდილობ რომ შეეგუო და არ დანებდე და აი მაგალითად თუ მიხვდება მე როდესაც კანის ფესტივალზე მეორე კაბით გამოვედი მეცვა ჰალსტუხიანი კაბა რაღაცა ჩემ პატარანა იმას რაღაცას ვიძახდი ხოლმე სიჯებს ვაკეთებდი რომ ჩვენ ქალები შეგვიძლია კაბით იყოს მაგრამ ძალიან ძლიერები და სულ ამას ხო მე ვფიქრობ რომ ჩვენ ქალები ვართ ძალიან ძლიერები და ძალიან ბევრი რაღაც შეგვიძლია გავაკეთოთ აქ არის ძალიან კარგი мама მე მინდა რომ ხაზი გაუსვა мама რომ არის ძალიან კარგი ნამდვილად დაუკარგავ ის რაც აქვს კარგი. როგორ ვარ? ვიყავი ძალიან ცუდად. იყო პერიოდი, დაახლოებით 9-10 თვეა, მაგრამ ეხლა მინდა თავმოთ თქვა, რომ ღამე აღარ მეღვიძება შიშებით და რაღაც პანიკური იმით, რა ქვია, რომ ანუ არ ვიცი, ძალიან ცუდად ვიყავი, ძალიან ცუდი პერიოდი გავიარე მართლა, მაგრამ ძალიან დამეხმარა ეს ფესტივალები, კანის ფესტივალი, ჩვენებები, მოდის კვირეულები, ვენეცია, ფილმის გადაღება მე თეატრში რო ფილმის შემდეგ უკვე ჩემი ინტერესი იყო, რომ ეს ჩემი ემოციების მართვა და რაღაც ახალი კასტინგები რომ მქონდა თეატრში მესწავლა და თეატრში დაკავებული ვიყავი. ჩემ ანუ სულ ვცდილობდი დღემდე ასე ვარ, რომ იმდენად დავკავდე, რომ სახში რომ მივალ არ მქონდეს ფიქრის დრო. ამ კვირაში გადავდივარ უკვე, მაგრამ მინდოდა ანუ აუცილებლად ერთ-ერთი გეგმა, რომელიც მაქვს, ბევრი ის დაწერა, რომ მილიონერი ვგონი ვარ და თქვენ პირშაქარი იმედია, მალე ვიქნები მილიონერი იმედია. სახლი მაქვს, ვიყიდე იჯარით, მაინც რადგანაც ეს ძალიან აინტერესებთ. ერთოთახერის სახლი მაქვს, სადაც 5 ადამიანი ვერ გადავიდოთ იმ ერთოთახერის სახლში, მაქვს აქირავებული, დატვირთული მაქვს ბანკით. აუცილებლად იგი დაწყის გეგმებში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ იყოს ვიყიდი ბანკით რა თქმა უნდა, მაგრამ ვიყიდი დრო უნდა უბრალოდ ამასაც თავისი ესე ვერ იყიდი რაღაც ერთ თვეში შესაყვარელ სახს, ადგინდა რომ მთელი ცხოვრება სტაბილურად იცხოვრო ბავშვებმა და არ გადახვით გადმოხვიდე რო არ იყოს. ეს არის ერთ-ერთი მიზანი და ვფიქრობ, რომ ასაც გავაკეთებ. არ არსებობს ალბათ ამ ცხოვრებაში ისეთი რაღაცა, მე მივხვდი, რომ ისეთი რაღაცა, რომ ადამიანმა და ქალმა ყველაზე მტკივნეული რაც იყო გადავლახე და გადავაბიჯე და ეხლა კიდე აღარ ვფიქრობ რომ რაღაცას ვერ შევძლებ. ჩამოვედი ეხლა რომიდან, იყო ჩემი ფილმის პრემიერა, რომელშიც რაღაც ალბათ ეპიზოდური როლით და საუბრის ჯამში ალბათ 10 წუთი ვიყავი. მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ კიდე მაქვს იქით თვის ბოლოს კასტინგი ოღონდ უფრო მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი. მემზადები ამისთვის დავდივარ ყოველდღე ინგლისურზე. კი ამაზე ძალიან ბევრი მაბულინგები და როდესაც კი თამაშობ, უნდა იცოდე ინგლისური, მაგრამ ეს არ იყო ჩემი გაცვლა, რომ მინდოდა მსახიობობა და ამაზე მე შრომობდი, ვიბრძოდი, რასაც ვიბრძვი არის ჩემი კომპანიის განვითარება და ჩემი თავის განვითარება როგორც ინფლუენსერი და ფოტომოდელი და არა როგორც მსახიობი. ეს არ მქონია. ნუ რა თქმა უნდა გული გეტკინება, რომ გაბულინგებენ და წყინში ნაგანად ვფიქრობ, რომ თავიდანვე ვიმუშავე ჩემ თავზე, რომ ან უნდა მესწავლა ეს ბულინგის მუშაობა, რომ არ მიმექცია ყურადღება, მწყენო და ამით მეცხოვრა. ასე ვარ ეხლაც, რა თქმა უნდა, არის რაღაც საკითხები, რაზეც შეიძლება გული გეტკინოს. ოჯახზე, ბავშვს, რაღაცაზე შეიძლება იგინდა ენაზეც, ხო? მაგრამ მე ვიძახი საჯაროდ, არც არ მითქვი, რომ ინგლისურს ისე საუბრობ, რომ ვიცი ყველა დონე. მე ყოველთვის ვიძახი, რომ მე არ ვიცოდი ინგლისური და მე აი ეს ტექსტი, ხო, ძალიან მე მესამე თუღზე გადავიღე, ესე ნერვიულობდი, განვიცდით, იმიტომ რომ წარმოვიდგინეთ, ეს 5 საათზე მიდიხარ გადაღებ მთის წვერზე ხარ, სია უცხო გარემოში ხარ, უცხო მსახიობებთან, საერთოდ უცხო ადამიანებთან ხარ, ხო, ის ხარ საქართველოში იცნობდე და ესაუბრებოდე. და კიდე რაღაც, ანუ ძალიან სტრესული იყო ჩემთვის. მე ხა მაგალითად მე ვარ ძალიან გარიყული ჩვენი ქართველი საზოგადოების ცნობადი ადამიანი. ის კი არა რომ იმესაც ცუდი ურთიერთობა მაქვს, არა, მინდა აგიხსნათ. ღონისძიებები იქნება, რაღაცა იქნება, ივენთები იქნება, ნუ ეხლა კი
პატიჟებენ, მაგრამ იყო პერიოდი, როცა ეხლაც არ იკლავენ თავს, მაგრამ მე მას ვიძახი, რომ ხომ ესმის უკანა მხრიდან ჭორები, რაღაცეები, ხო? კი, აქვთ ჩვენ საზოგადოებას, აქვთ ის, რომ აი ძველი ბებიებისგან, ბაბუებისგან ათესა, აი რაღაცა თავიანთი წრი აქვთ აქ, რაღაცნაირად ესეთი და იქ ძალიან რთული, არც ვიბრძოდი არასოდეს. იმიტომ რომ ჩემთვის არ იყო, რომ ვინმეს იმაში მე მინდოდა სხვა რაღაც და დღემდე ასე ვარ რა. ხო და მე რაც არც მქონია იმის ამბიცია, რომ ვინმესთან მე მოგვრა, მე დაქალა, რაღაც წრეში ყოფილიყავი და როცა მე არ ვარ ესეთი ის რა, მე არ ვარ ცნობი ადამიანი, ჩემთვის მაგალითად ყველა წრის ადამიანი არის მიღებული. როგორც მაგალითად შეიძლება ვიცმევდე რაღაც ორიგინალს, ასევე შემიძლია 20 ლარიანი რაღაც ჩავიცვა. არ მაქვს მე ამაზე ამბიცია და ჩემი გზები არის არა ის რომ მე აქ ვინმეს მოვაწონო თავი და იმისთვის ვიბრძოლო რომ ვიღაცამ დამპატიჟოს, ვიღაცამ დამილაიქოს. მაგალითად წითელი ხალიჩაზე ერთ რაღაცას ვიტყვი, კანის ფესტივალიდან რომ მოვდიოდი, ერთ-ერთი ჩვენი ძალიან ცნობილი არ დავასახელებ, იმიტომ რომ არ მოყვარს ზოგადად ეს დაკონკრეტება და რაღაცა, რომელიც 24 საათი ტელევიზიაში გამოდის და საკმაოდ ცნობილი ადამიანი არის, წინ მედგა და გამარჯობა არ მითხრა, არ მომესალმა. როდესაც მე გამარჯობა უნდა მეთქვა, ზურგი მაქცია. მაგრამ არ აუშვებს. მე სამაგერად ნაომი ქემბელთან რო ფოტო გადავიღე დამილაიქა. ნუ ასეც ხდება ხოლმე ალბათ.